ერექციული დისფუნქცია ყოველ მეორე მამაკაცს აწუხებს 40 წლის ზევით რაღაც დონეზე. პრობლემა უზარმაზარია. მეტიც ერექციული დისფუნქცია არ არის მხოლოდ სქესობრივი საკითხი, რადგან ძირითადად 3-5 წლით ადრე, სანამ გულის შეტევა დაემართება კაცს, ემართება იმპოტენცია. და ამას 10-დან 9 კაცი უყურადღებოდ ტოვებს. ადამიანების 90%, ვისაც ემართება იმპოტენცია, არ ეძებს სამედიცინო დახმარებას და აგრძელებს მასთან ერთად ცხოვრებას ჩვეულებრივ. ეს პრობლემას უქმნის, რა თქმა უნდა, ურთიერთობაშიც და ყოველდღიურობაშიც და აისახება ყველაფერზე, წონაზეც, გარეგნობაზეც, თვითშეფასებაზეც, ცხოვრების სტილზეც, მაგრამ მაინც არ ეძებენ დახმარებას, არადა უმნიშვნელოვანესი საკითხია. ერექციული დისფუნქცია, იგივე იმპოტენცია ძალიან დიდი პრობლემაა და ნიშნავს იმას, რომ კაცს არ შეუძლია ყოველ შემთხვევაში იმდენად არ აქვს ერექცია, რომ სქესობრივი კავშირის დამყარება შეძლოს. ეს რაღაც დონეზე აწუხებთ ადამიანებს, ანუ აბსოლუტური ერექციული დისფუნქცია შედარებით ცოტას აქვს, მაგრამ რაღაც დონეზე ნაწილობრივი აქვს ბევრს. სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს, შეიძლება ერექციული დისფუნქცია გამოწვეული იყოს ფიზიკური პრობლემებით, შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური პრობლემებით და ეს არის ურთულესი ჯაჭვი რეალურად, რომელიც იწყება ტვინიდან და მთავრდება გენიტალიებში. ტვინი იძლევა თავიდან სიგნალს, რომ აქვს სურვილი, აქტიურებს პარასიმპათიკური ნერვულ სისტემას. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას პენისში, ენოს გამომუშავების გამო, აზოტის ოქსიდი და ეს აფართოებს სისხლძარღვები რომ შედის პენისში, ფართოვდება მოკლედ ეს სისხლძარღვები და შედის და ივსება და შემდეგ იჭრილდება ვენები, რომელსაც სისხლი გააქვთ იქიდან და ესე ხდება ერექცია. ეს ერექცია შეიძლება შენარჩუნდეს, შეიძლება ვერ შენარჩუნდეს, დამოკიდებულია ბევრ რამეზე, ნერვულ სისტემაზე, სისხლძარღვების მდგომარეობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჰორმონულ მდგომარეობაზე. ამიტომ იმდენად დელიკატური ჯაჭვია, რომ რომელიმე ერთის გაწყვეტაც მთლიანად იწვევს სქესობრივი ფუნქციის მოშლას. 80% იმპოტენციის შემთხვევების არის ორგანული. არის ფიქრობთ, რომ როცა იმპოტენცია ემართება ადამიანს, ეს უმეტესად ფსიქოლოგიურია, არ არის უმეტესად ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიური კომპონენტი უმეტესად ახლავს თან, ანუ კომბინირებულია, მაგრამ უმეტესად ორგანულია. არის რამდენიმე დაავადება, რომელიც მკვეთრად ასოცირებულია ერექციული დისფუნქციასთან. პირველი არის დიაბეტი. დიაბეტიანი მამაკაცების 70%-ს აქვს სქესობრივი პრობლემები. მაღალი წნევა. კაცებს, რომელსაც აქვს მაღალი წნევა, 60%-ს აქვს ერექციის პრობლემები. მწველებს ორჯერ უფრო ხშირად აქვს იმპოტენცია. ჭარბწონიანებს 3-ჯერ უფრო ხშირად აქვს იმპოტენცია, ვიდრე გამხდრებს. დაბალი ტესტოსტერონიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე თირკმლის ქრონიკული დაავადება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სისხლძარღვების ჯანმრთელობას აუარესებს, ჰორმონულ ბალანსს აუარესებს, ძილის აპნეა ვისაც აქვს, ქრონიკულად ოპიოიდებს ვინც იღებს, ქიმიოთერაპიაზე ვინცა, სხიურ თერაპიაზე ვინცა, მოკლედ უდიდესი პრობლემაა რეალურად ერექციული დისფუნქცია, ერთ-ერთი ყველაზე ნაზი სტრუქტურა კაცის ორგანიზმში. რას ვამოწმებთ ახლა, როცა გვინდა რომ შევამოწმოთ ტესტოსტერონის დონე ძალიან მნიშვნელოვანია. პროლაქტინი, TSH, გლუკოზა, ლიპიდები, ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს, დიაბეტი გამოირიცხოს, ფარისებრის დარღვევა გამოირიცხოს, ქოლესტერინის დონე შემოწმდეს, რომ ქოლესტერინი გამოირიცხოს, პროლაქტინი უნიშნელოვანესია. ღამის ერექციის ტესტი, ანუ ღამე აქვს თუ არა ერექცია ადამიანს, ეგ მოწმდება.
დოპლერით, პენისის დოპლერი ხდება და სისხლის მიმოქცევა 25 სანტიმეტრი არა კივის სიხარულზესავით 25 სანტიმეტრი წამში ან მეტი უნდა იყოს სისხლის დინების სიჩქარე. ხო, და ფსიქოლოგიური შეფასება უნდა მოხდეს კაცის. რაც შეეხება ახლა გადავიდეთ მკურნალობაზე. მკურნალობისთვის ოქროს სტანდარტი მოკლედ არის სილდენაფილი და ტადალაფილი, ანუ სიალისი და ვიაგრა. ორივე იწყებს მუშაობას დაახლოებით 1 საათის ფარგლებში. 9 საათიდან 1 საათის ფარგლებში იწყებს მოქმედებას. სილდენაფილი, ანუ ვიაგრა 4 საათი მოქმედებს. ხო, ტადალაფილი მოქმედებს დაახლოებით 36 საათამდე, ანუ თითქმის მთელი დღე მოქმედებს. საკვების მიღებას დიდი გავლენა არც ერთზე არ აქვს, ვიაგრას შეწოვას ცოტა ამცირებს ცხიმიანი საკვები და სიალისზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამ საკვებთან ერთად შეიძლება მისგან მოშორებითაც შეიძლება. დოზირება 25-დან 100 მილიგრამამდე გამოიყენება ვიაგრა და სიალისი 10-დან 20 მილიგრამამდე დღის განმავლობაში, მაგრამ თუ ყოველდღიურად იღებს ადამიანი 5 მილიგრამი. და გვერდითი ეფექტებიდან თავის ტკივილი აქვს ვიაგრას, გვერდითი ეფექტი შეიძლება რაღაც წამოხურებასავით, შეიძლება ცისფრად ხედვა რაღაც, ანუ ცისფერაბებსაც რო ეძახიან ხოლმე რაღაც გვერდითი ეფექტი აქვს ეგეთი, რომ ცისფრად ხედავს ადამიანი, უფრო ლურჯად ხედავს და სიალის აქვს თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი. ალკოჰოლი უნდა აიცილოთ თავიდან, ორივე შემთხვევაში, მაგრამ სიალისთან 1-2 ჭიქა შეიძლება, მეტი არა და ვიაგრასთან არ შეიძლება. ეფექტურობა ორივეს ძალიან მაღალი აქვს, მოკლედ ერთნაირი ეფექტურობა. ტადალაფილი, ანუ სიალისი, გრძელვადიანად არის უფრო ეფექტური, შესაძლებელია მის გამოყენება თვეები, წლების განმავლობაში, ოღონდ მიკროდოზით, დაბალი დოზით, 5 მილიგრამიანი დოზით და ვიაგრა უცებ მოქმედებს, მაგრამ მალე წვეთს მოქმედებას და ნიტრატებთან არც ერთი არ შეიძლება, არც ერთს გამოყენება. ხო, ზოგჯერ ჰორმონული თერაპია საჭირო ხდება, ტესტოსტერონი, თუ ტესტოსტერონი დაბალი აქვს ადამიანს. არის გელები, ინექციები, პაჩები, სხვადასხვა ფორმის ტესტოსტერონი არის. ესტრადიოლის კონტროლი აუცილებელია. მესამე რიგის მკურნალობა არის ვაკუუმის ერექციის მოწყობილობები. ალპროსტადილის ინექციები ასევე, ან გელი, რომელსაც ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს, პირდაპირ გულკუნთებზე მოქმედებს, სისხლძარღვები მოკლედ აბარტოებს და პენისის იმპლანტებიც არსებობს გამოვალი სიტუაციებისთვის. ეხლა როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ საკვები დანამატებით? საკვები დანამატებიდან L-არგინინი არის საკმაოდ ეფექტური, იმიტომ რომ აზოტის ოქსიდის სინთეზში პრეკურსორია. L-ციტრულინი, რომელიც გარდაიქმნება არგინინად, ნელ-ნელა და ეგეც ეფექტურია. გინზენგი, ეს 900 მილიგრამიანი სამჯერ დღეში, ეგეც ძალიან კაია, იმიტომ რომ დოფამინსაც აძლიერებს და NO-საც, ანუ აზოტის ოქსიდსაც და მოკლედ გინზენგი საკმაოდ კარგი საკვები დანამატია. თუთია, აშვაგანდა, D-ვიტამინი, მოკას ფესვები, გინკობილობა, კოენზიმ Q10, ესენი ყველა ეხმარება, მოკლედ ეხმარება ერექციას. კაცების შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურებია. წამლებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით წნევის წამლები, ბეტა ბლოკერები შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია კაცებში, ან ანტიდეპრესანტებსაც ხშირად იღებენ კაცები და ერექციულ პრობლემებზე იმოქმედოს. ასევე ფინასტერიდი, რომელსაც თმის ცვენისთვის იყენებენ ხოლმე და ასევე იყენებენ პროსტატის გადიდების დროს. ამან შეიძლება საერთოდ მუდმივი იმპოტენცია გამოიწვიოს, ძალიან იშვიათია, მაგრამ მაინც სახსენებელი არის, მაგრამ ძალიან იშვიათია. სტრესმა და ურთიერთობის კონფლიქტებმა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ გამოიწვიონ იმპოტენცია და ხშირია ესეც ძალიან. ერექციის მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს სხვადასხვა ადგილებში, მაგალითად ტვინი თუ ვერ აგზავნის სიგნალებს, ანუ სურვილი თუ არა აქვს ადამიანს სტრესის დროს, შფოთვის დროს, დეპრესიის დროს ერექციის პრობლემები გვაქვს. თუ არტერიებს არ შეუძლიათ გაფართოება,
მაღალი წნევის დროს, ათეროსკლეროზის დროს ერექციის პრობლემები გვაქვს. თუ ნერვებს არ შეუძლიათ სიგნალის მიტანა, ნეიროპათიების დროს, ზურგის ტვინის დაზიანების დროს ერექციის პრობლემები გვაქვს. თუ ჰორმონები არასაკმარისად გვაქვს, ტესტოსტერონის დეფიციტი მაგალითად, ასევე ჰიპო ან ჰიპერთიროიდიზმი ორივე მიწვევს იმპოტენციას, ყოველ შემთხვევაში აძლიერებს იმპოტენციას, ხელს უწყობს. ესეც ერექციის პრობლემთან მივყავარ თამასაც. ყველაზე მთავარი, რითიც ვამბობთ, რომ აი ადამიანს აქვს ერექციის პრობლემა, არის დილით კაცებს დილით აქვს დილის ერექციები. ეს თუ არა აქვს, ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ორგანული პრობლემა. თუ კი დილის ერექცია აქვს, მაგრამ პარტნიორთან ვერ ახერხებს, ეს ფსიქოლოგიური პრობლემა. თუ კი ნელ-ნელა ვითარდება ეს ორგანული პრობლემა, თუ უცებ გაიღვიძა ადამიანმა და არ შეუძლია, ეს როგორც წესი ფსიქოლოგიური პრობლემაა. თუ კი აქვს, მაგრამ სუსტი ერექცია, როგორც წესი სისხლძარღვების პრობლემაა, თუ კი სუსტ ერექციას პლუს თმების გაცვენა აქვს, ჰორმონული პრობლემა აქვს, თუ კი გენიტალიებში დაბუჟების შეგრძნება ან გრძნობელობის დაქვეითება აქვს, ნერვების პრობლემა. კიდე რამ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია ისე, რომ რაც არ ველით, რა არის ესეთი ფარული ნიშნები რეალურად. მიზეზი შეიძლება იყოს დიდხანს ველოსიპედით სიარული, რადგან ნერვის კომპრესია შეიძლება მოხდეს და ამან გამოიწვიოს ის, რომ ერექციის პრობლემები. ალკოჰოლის მიღება, ალკოჰოლი თავიდან ეხმარება, ანუ აგზნებადობას ეხმარება, მაგრამ სისხლძარღვების გაფართოებას ხელს უშლის. თუთიის ან მაგნიუმის დეფიციტი, დეპრესია, AGF ინჰიბიტორები ეხმარება ერექციას, მაგრამ ბეტა ბლოკერები აუარესებს, ამიტომ წნევის წამლებს თუ იღებს ადამიანი, აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს. ტესტოსტერონის თუ იღებს ადამიანი, ესტრადიოლი უნდა შეამოწმოს, იმიტომ რომ შეიძლება ტესტოსტერონს იღებდეს და ერექციის პრობლემა გაუარესდეს გაუმჯობესების ნაცვლად, იმიტომ რომ ესტრადიოლმა ეწევს და ესტრადიოლი პირიქით ხელს უშლის ერექციას და ლიბიდოს. ფინასტერიც თუ იღებს ადამიანი, ან თმის ცვენისთვის, ან პროსტატისთვის და ნაადრევი ეაკულაცია და ერექციის პრობლემები ხშირად არსებობს ერთად და ხშირად თანაარსებობს. ძირითადი რისკი ვის აქვს? იმ კაცებს, ვისაც ჰიპერტენზია აქვს, დიაბეტი აქვს, დისლიპიდემია აქვს, ქოლესტერინი მაღალი, დაბალი ტესტოსტერონი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მაღალი პროლაქტინი, ჭარბი წონა, გაფანტული სკლეროზი, ზურგის ტვინის დაზიანება, ნეიროპათია, ანტიდეპრესანტებს იღებენ, წნევის წამლებს იღებენ, სედატივებს ან ოპიოიდებს იღებენ, ოპიოიდებიც ერექციას ასუსტებს. მოწევა, ალკოჰოლი, დუნე ცხოვრების წესი, ძილის პრობლემები ერექციას ასუსტებს. დეპრესია, პიკნოგენოლი ასევე ენოს აღადგენს და გამოიყენებენ ხოლმე ასეთ კომბინაციას რა, ტადალაფილი, 5 მილიგრამიანი, ელციტრულინი, პიკნოგენოლი და ვიტამინი D. ეს კომბინაცია თითქმის 90%-იანი ეფექტურობა აქვს. ცხოვრების წესის ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად ვარჯიში, ფიზიკური ძალიან მნიშვნელოვანია, წონაში კლება მნიშვნელოვანია, კეგელის ვარჯიშები მენჯის კუნთების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია და უფრო უკეთესი და ძლიერი ერექციისთვის. ძილი, იმიტომ რომ ტესტოსტერონი ძილში გამოიყოფა, სტრესის შემცირება, იმიტომ რომ კორტიზოლი ტესტოსტერონს ხელს უშლის, ტესტოსტერონის აღდგენას და ხმელთაშუა ზღვის დიეტა ძალიან მნიშვნელოვანია. პროგნოზი მოკლედ, თუ მკურნალებ 85%-იანი პოზიტიური პროგნოზი აქვს, გარემო ფაქტორებს თუ დაუმატებ ვარჯიშს და ეს რაღაცებს კიდე 30% გაუმჯობესება. ანუ პრაქტიკულად ძალიან ბევრ შემთხვევაში ერექციის პრობლემები მოგვარებადია, ოღონდ კომპლექსური მიდგომა და მკურნალობა ჭირდება. თუ არ უმკურნალებ, დაახლოებით 5 წელიწადში ერექციის პრობლემები სამუდამო გახდება, ძალიან ძნელი იქნება მე მისი მკურნალობა. ამიტომ რაც მალე დაიწყებ მკურნალობას, მით უკეთესი არ უნდა დაიგნორო. ასევე არ უნდა დაიგნორო ის, რომ ეს შეიძლება იყოს სისხლის
და სისხლძარღვების პრობლემები და გულის პრობლემა, ამიტომ ყურადღების მიქცევა საჭირო სამ გულის შეტევა დაემართება ადამიანს. ამიტომ ერექციის პრობლემები არა მხოლოდ კაცობის საკითხი. ეს არის სხეულის გამაფრთხილებელი სისტემა, ალარმი. და ერექცია ლაპარაკობს მოკლედ თავის სათქმეს ამბობს სამ გულს რამე დაემართება, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქცია. თუ აღადგენ ცირკულაციას, თუ აღადგენ სისხლის მიმოქცევას და ერექციულ დისფუნქციას მოაგვარებ და თავიდან აიცლებ ბევრ სხვა პრობლემასაც. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.